ახლა ვიმყოფებით პარლამენტის ხდომათა დარბაზში, სადაც ამ წუთებში შემოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის ხდომათა დარბაზში ამ წუთიდან იწყება უწყვეტი პროტესტი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ ამ პროტესტის ორგანიზატორებს. ნიკა მელია ყოფება განთავრებული სანამ როგორც მინიმუმ კობახიძე არ გააკეთებს განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით, ხალხი იქნება როგორც პარლამენტის გარეთ, ასევე პარლამენტის შიგნით ხდომათა დარბაზში. ეს აღარ არის პარლამენტის შენობა და პარლამენტის შესაბამისი ხდომათა დარბაზი. ეს პარლამენტის ეკუთვნის ისედაც ეკუთვნის კონსტიტუციით ხალხს, ხალხს არ ასახავს ხალხის ნებას ეს პარლამენტი, მაგრამ მას შემდეგ რაც აქ წამოასრულეს დეკლარირებული მოღალატე, დამთავრებული ამბავია შეფასებების დრო დამთავრდა, ახლა არის მოქმედების დრო. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქ ნიანგის ცემლებს ღურიან ახლა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლები აპროტესტებენ ამ მოვლენას. მათ ერთადერთ შემთხვევაში ექნებათ ამის მორალური უფლება. თუ კი დატოვებენ უმრავლესობის ყველა წევრი, რომელიც დაგმობს ამ ფორუმს, ავტომატურად ნიშნავს, რომ უნდა გადიოდეს უმრავლესობიდან. კობახიძე უნდა გადადგეს, უმრავლესობა უნდა დაიშალოს. პასუხი უნდა აგოს ყველამ ამ ფარისეველმა ადამიანმა ამ ტრიბუნალზე მოიტანა ხატი. ესენი მოდიან ხატებით, მოდიან ტანკებით, მოდიან ფულით, ბანკებით, მოდიან გაზპრომით, ყავს აგენტურა პარლამენტში, რომლებიც აქ შედან, ყავს აგენტურა ეკლესიაში, ყავთ აგენტები სხვადასხვა გავლენის სფეროებში. ეს ხალხი არის დამნაშავე. ყველა ერთად არის დამნაშავე დღევანდელ პრობლემებში. მადლობა. ბატონ დავით, თუ შეიძლება, ბატონ დავით, ორი სიტყვით რო გვიყვართ. რა არის ამ პროტესტის მიზანი და რა შედეგის მიღწევას ვცდილობთ აი ამ ის რაც დღეს მოხდა საქართველოს პარლამენტში, ცილდება ყოველგვარ ფარგლებს, ცილდება ყოველგვარ ზღვარს და სიმბოლიზმს და დღეს დავინახეთ, რომ ყოველგვარი ტანკის და ჯარის გარეშე რუსეთის მხრიდან მოხდა საქართველოს ოკუპაცია. ოკუპაცია ქვია იმას, როდესაც ადამიანი, ვინც ხმამიცა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას, ადამიანი, ვინც ჩხუას გვარიგებდა 3 დღის წინ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელია და ამას უნდა შეეგუოთო, ეს ადამიანი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და მიმართავს დარბაზს რუსულად. ეს არის ყველა ზღვარს იქით გასვლა, ამას უნდა მოყვეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისგებლობა და რამდენიმე წუთში ჩვენ გავახმოვანებთ უცირესობის პოზიციას და ინიციატივას პოლიტიკური პასუხისგებლობის დაყენების შესახებ. დავით ბაქრაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მაშასე თქვენ როგორც მოისმინეთ განცხადებებიდან ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ დღეს უკვე გადალახა წითელი ხაზები იმ მოქმედებებით, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ახლა პარლამენტის ხდომათა დარბაზში ასევე იმყოფებიან ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც უერთდებიან ამ პროტესტს. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი შეფასება იმ ყველაფრის, რაც დღეს ჩვენ ნახეთ პარლამენტის შენობაში, რასაც ადგილი ჰქონდა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან და როგორი იქნება უკვე თქვენი სამოქმედო გეგმა, ანუ პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ გადადგება. ჩვენ აქ ვართ პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს დელეგაცია არ დაბრუნდეს, ისევ აქ, როგორც ვთქვით, შესაძლებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ხდომათა დარბაზში და ბუნებრივია ასეთი ქმედების შემდეგ, ყველანაირი ზღვრის გადალახვის შემდეგ, რაც ვნახეთ, დღეს არ აქვს არანაირი უფლება კობახიძეს იყოს პარლამენტის თავმჯდომარე. და პოლიტიკური პასუხისგებლობა, როგორ ფიქრობთ, ეკისრება თუ არა ასევე ბიძინა ივანიშვილთსაც? ცოტა ხნის წინ მან კი გაავრცელა განცხადება, რომ ის არ იყო დეტალების შესახებ საქმის კურსში და ამბობს, რომ ეს იყო პროტოკოლის შეცდომა, მაგრამ ფიქრობთ თუ არა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული მთელი ეს ქმედება? ეს იგი სამწუხარო ის ყოფილა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა, რომელ სკამზე დაждდებოდა ჩვენი რუსი სტუმარი. პრინციპში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ისი თანხმობითაა ჩამოყვანილი რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება რუსეთის ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, ეს უკანასკნელ პერიოდში ცალსახად ჩანს და მეც ვთვლი, რომ კობახიძეს არ აქვს მორალური უფლება, რომ იყოს პარლამენტის თავმჯდომარე. მან დაუშვა ის, რომ პარლამენტში შემოვიდა ოკუპანტის სახელმწიფოს წარმომადგენელი დეპუტატი.
ეს ერთი და მეორე ქართული ოცნება ყველა ზღვარს გადავიდა, იმიტომ რომ ოკუპანტის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობის საქართველოში მოყვანილი ოფიციალური ვიზიტები აკრძალულია ასევე პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით და ოკუპაციის შესახებ კანონით. და ყველა კანონს როცა არ გვს ხელისუფლება, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს ამას. დიდი მადლობა. თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში, რომლებიც იმყოფებიან აქ პარლამენტის ხდომათა დარბაზში, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. აქ მოხდა შეიძლება ითქვას უპრეცედენტო შემთხვევა პარლამენტის ხდომათა დარბაზში, როდესაც უშუალოდ ხდომათა დარბაზის შიგნით იწყება აი ასეთი ფორმით საპროტესტო აქცია, მასობრივი პროტესტი იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძემ უნდა დატოვოს თანამდებობა და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ წევს ნინო კვიტაიშვილს ხედავ ახლა მე ხდომათა დარბაზში. კაპიტან ნინო, როგორ ფიქრობთ, მიაღწევთ თუ არა აი ამ ფორმით შედეგს პარლამენტის ხდომათა დარბაზში? პრინციპში უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც პროტესტი დაიწყო უშუალოდ ხდომათა დარბაზში. ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა უფლებას იმისთვის, რომ შედეგს მივახციოთ, როცა ხელისუფლება გყავს კოლექტიური ორჯონიკიძე, ქვეყანაში ხდება ესეთი მოვლენები. სწორედ ამიტომ უპირველეს ყოვლისა ნომერ პირველი მოთხოვნა არის კობახიძის გადადგომა. ეხლა არ არის არც შეფასებების დრო, იმიტომ რომ ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა და ჩვენ ვხედავთ არა მსუბუქად პრორუსულ ორიენტაციის ხელისუფლების, არამედ პირდაპირ რუსულ გზას, რომელსაც რა თქმა უნდა ნებისმიერი ღირსეული ამ ქვეყნის მოქალაქე წინ უნდა აღუდგეს. დიდი მადლობა. მაშინ ასე როგორც თქვენ ხედავთ, ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ, რომ დაიშალოს ეს საპროტესტო აქცია. ისინი გეგმავენ, რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი, მანამ ვიდრე ირაკლი კობახიძე არ დატოვებს თანამდებობას. სალომე სამადაშვილი, ჩვენ ვხედავთ, რომ იმყოფება ახლა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან, სწორედ იმ ადგილზე, სადაც დღეს დილით იჯდა სერგეი გავრილოვი და მან გადმოფინა ევროკავშირის დროშა აი ამ ადგილიდან და მე შევეცდები ახლა მივიდე სალომე სამადაშვილთან და მას გავესაუბრო. ორი წამით პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენ გვინდა რომ სალომე სამადაშვილს ვკითხოთ აი ამ პროტესტთან დაკავშირებით რომ საქართველოს პარლამენტი ეკუთვნის ქართულ ხალხს და ქართულმა ხალხმა გააკეთა არჩევანი დიდი ხნის წინ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპის ნაწილი. დღეს მე აქ ვფენ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირის დროშას და არც ერთ ადამიანს, რომელმაც დაუშვა ამ სკამზე, რომელთანაც ახლა მე ვდგავარ, გავრილოვის დაჯდომა, არ აქვს უფლება ამ ტრიბუნაზე დაჯდეს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს, დატოვეთ მართველი უმრავლესობა, თუ გინდათ, რომ გაემიჯნოთ იმას, რაც დღეს მოხდა საქართველოში. ისტორიას ვერ შეცვლით, ისტორია წავა იმ კურსით, რომელიც უნდა ქართულ ხალხს და ეს დროშა ყოველთვის იფრიალებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, ყოველთვის. ამიტომ ვინც ახლა ამ დროშის გარშემო არის გაერთიანებული, მოქალაქეებს მოუწოდებ მოვიდნენ 7 საათზე პარლამენტთან, უმრავლესობის წევრებს მოუწოდებ დატოვონ შესაბამისად მართველი პარტიის შემადგენლობა.